გადაცემის წარმომადგენელია ალიანს ჯგუფი. გადაცემის სპონსორია საცხოვრებელი კომპლექსების მოვლისა და მენეჯმენტის კომპანია ბენი კომფორტი. გადაცემის სპონსორია JetX, უნივერსალური საინჟინრო მომსახურება. მშვიდობისა BMG TV-ზე უძრავი ქონების პროსპექტის 2024 წლის ბოლო გამოშვებას ვიწყებთ. მომდევნო 45 წუთის განმავლობაში სექტორში მიმდინარე მთავარ სიახლეებზე ტრადიციულად თათია ჩაფიჩაძესთან ერთად მე გუგა კობახიძე მოგიყვებით. მოგესალმებით, დღეს 21 დეკემბერია, სულ რამდენიმე საათი გვაშორებს ახალ 2025 წელს, შესაბამისად დღეს გადავწყვიტეთ ერთგვარი შემაჯამებელი ეთერი მოგვემზადებინა და გაგვიანალიზებინა ვითარება როგორც საცხოვრებელი უძრავი ქონების, ისე მიწებისა თუ კომერციული ფართების მიმართულებით. რამდენიმე წუთში სტუდიის სტუმრები იქნებიან ლეო ჩიკავა, კოლიერ ჯორჯიას კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელი, ნატო ბოჭორიშვილი უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, ირაკლი ახალაძე, ჰაბმშენის დამფუძნებელი, ნიკოლოზ კახიძე, ბესტ ჰოუმის დამფუძნებელი და ვიქტორია საკუროვა, საკურა პროფერტის დამფუძნებელი. და რა სიახლეები გახდა გასული და მიმდინარე კვირის განმავლობაში ცნობილი ამბებს გადავხედოთ. ბოლო წლების განმავლობაში პირველად უძრავი ქონების სექტორი დარგში არსებულ მნიშვნელოვან რყევებზე ალაპარაკდა. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წლის ბოლო თვე მნიშვნელოვანი კლებით სრულდება, მოლოდინები კი გაცილებით მძიმეა. MKD გრუპის დამფუძნებელი მალხაზ კუნელაური ამბობს, რომ ბაზარზე მცირე კომპანიების ნაწილი უკვე მძიმე ფინანსურ კრიზისშია, მათ გაზრდილი თვითღირებულების გამო ფასის კლება არ შეუძლიათ, გაყიდვების შემცირების გამო კი საბრუნავი საშუალებები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. მისივე თქმით, თანამშრომლობის გადახედვას განიხილავს უცხოელი ინვესტორების დიდი ნაწილიც, რაც მოლოდინს ქმნის, რომ სამომავლოდ რისკების წინაშე ბაზრის მსხვილი მოთამაშეების დადგებიან. განსხვავებით მაგალითად სხვა გასული წლებისგან, რა დროსაც ინვესტორები ხედავდნენ ამ ქვეყანაში турბულენციას, ხედავდნენ რაღაცა დაპირისპირებას, არეულობას და ასე შემდეგ, მუდმივად ჰქონდათ ის განცდა, რომ ამათი ისტორიიდან გამომდინარე ესენი მუდმივად ესეთი დუღილის პროცესში არიან, მაგრამ მაინც განვითარებას ახერხებენ, იმიტომ რომ ისინი მიდიან და ფაქტია, რომ შედეგები დადეს და ცივილიზებულ სამყაროსთან ერთ-ერთი ახლოდ დაახლოებული ქვეყანა არის რეგიონში. და ამის გამო მაინც ეს ინვესტიციები აქ მოდიოდა, მაგრამ აი დღეს უკვე, როდესაც ჩვენ აი ამ საკითხს შეეხო ჩვენი ხელისუფლება, ძალიან ბევრისთვის უკვე კითხვის ნიშანი გაჩნდა ამ ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელების ესე იგი მისაღებობასთან და ინტერესთან დაკავშირებით. არ არის მოთხოვნა, მაგრამ არც არაფერი არ იაფდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ფასის შემცირება გამორიცხულია და გაძვირების თვალსაზრისითაც ალბათ უფრო გაძვირებისკენ შეიძლება ვიყოთ ესეც მცირე რაღაცა, რა ქვია, მარჟით. სივრცითი და ურბანული განვითარების სააგენტომ ამბასადორი აილენდ ბათუმის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი 2 ხელოვნური ნახევარკუნძულისა და 1 ხელოვნური კუნძულის მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის განაშენიანების გეგმას მოიცავს. გეგმის თანახმად განაშენიანება 84 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება. სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ დამტკიცებულ განაშენიანების გეგმაზე ქალაქ გეგმარების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილებითა და ინოვაციური გეგმარებითი გადაწყვეტილებით გამორჩეულმა ბრიტანულმა კომპანია არუბმა იმუშავა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა კი კოლიერს ლონდონისა და თბილისის ოფისების ერთობლივი მუშაობის შედეგად განხორციელდა. მასშტაბური პროექტი 7000-ზე მეტ ადგილობრივ დაასაქმებს და აჭარის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს, აღნიშნულია გავრცელებული ინფორმაციაში. პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას კომპანია ამბასადორი განახორციელებს. საქართველოს თურქეთს ახალი მაგისტრალით დაუკავშირდება. ზღვის სანაპიროს მომიჯნავედ არსებული გზა ახალი ასფალტ-ბეტონის 11 კილომეტრის სიგრძის გზით ჩანაცვლდება, რომელიც 7.6 კილომეტრის სიგრძის ახალი გვირაბის მშენებლობას და მდინარე ჭოროხზე 1471 მეტრის სიგრძის ხიდის აგებას ითვალისწინებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით შენდება და მისი დასრულება 2028 წელს იგეგმება. ახალ მაგისტრალზე მთლიანობაში 620 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. ინფრასტრუქტურის სამინისტროში BMG-ს
განუცხადეს, რომ პროექტზე საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება 2025 წელს იგეგმება. მომდევნო წელსვე არის ნავარაუდების სამშენებლო სამუშაოების დაწყებაც, რაზეც 35 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ახალი გზის უმეტესი ნაწილი მთლიანი სიგრძის 79% გვირაბში გაივლის, რაც მნიშვნელოვნად შეამოკლებს გზის სიგრძეს, რომელიც ამჟამად სანაპირო ზოლს მიუყვება და გაზრდის გადაადგილების სიჩქარეს. ახალი მაგისტრალი ბათუმის შემოვლით მაგისტრალს დაუკავშირდება, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში გაიხსნა. სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას ერთლარად გადასცემს შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განკარგულების თანახმად დაბა ბაკურიანში ბორჯომის ქუჩის მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 225 კვადრატული მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირ მიყიდვის ფორმით ერთლარად საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს 60 ქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებლურ ეკლესიას. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ეკლესიას უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ერთლარად გადაეცემა. მიმდინარე წლის მსგავსი შემთხვევები რამდენჯერმე დაფიქსირდა. საქართველო ტაილანდის შემდეგ ყველაზე პოპულარული ქვეყანაა, სადაც რუსეთის მოქალაქეები ბინების ყიდვას ამჯობინებენ. ინფორმაციას რუსული გამოცემა RBK საბროკერო კომპანია ტრანიოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წელს სამეულში არაბეთის გაერთიანებული საამიროები, საბერძნეთი და ტაილანდი შედიოდნენ. გამოცემა წერს, რომ 2024 წელს რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის საზღვრებს მიღმა უძრავ ქონებას ყველაზე მეტად ტაილანდში ყიდულობდნენ, რაზეც საერთო მოთხოვნის 15% მოდიოდა. ტაილანდის შემდეგ მეორე ადგილის საქართველო იკავებს, რომელზედაც რუსეთის მოქალაქეების მხრიდან სააგენტოში შესული განაცხადების 13.6% მოდის. მიმდინარე წელს საქართველოში უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან 10%-ით გაიზარდა. მესამე ადგილს კი არაბთა გაერთიანებული საამიროები იკავებს, რომელიც 2023 წელს ამ სიის სათავეში იყო. ამ მიმართულებაზე განაცხადების 7.5% მოდიოდა, თავად მოთხოვნა კი წლიურად 21%-ით შემცირდა. რუსეთის მოქალაქეების მხრიდან უძრავი ქონების შეძენის ინტერესი გაზრდილია ასევე საფრანგეთში, კვიპროსში, ინდონეზიასა და ჩეხეთში, ხოლო ესპანეთში, საბერძნეთში, თურქეთში უძრავი ქონების შეძენის კლება ფიქსირდება. 2025 წელს ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა შესაძლოა ახალი ტიპის პროდუქტი ჭკვიანი დომოფონი გამოუშვას, რომელიც ხელოვნური ინტელექტით, კამერითა და Face ID-ით იქნება აღჭურვილი და კარის საკეთის ფუნქციას შეასრულებს. Bloomberg-ის ჟურნალისტის მარკ გურმანის ინფორმაციით, ჭკვიანი დომოფონი კამერის მეშვეობით ამოიცნობს სახლის მეპატრონეს ან იმ ადამიანს, რომელთაც კარის გაღების უფლება ექნებათ. როგორც ცნობილია, Face ID-ის სისტემა კამერისა და სივრცითის სენსორის დახმარებით ადამიანის ბიომეტრიული თვისებების იდენტიფიცირებას ახერხებს და მის სახეს სამ განზომილებიან სივრცეში აღიქვამს, რაც იმას ნიშნავს, რომ Face ID-ის მოტყუება ფოტოსურათით ან ვიდეოთი უბრალოდ შეუძლებელია, რაც დაცულობის მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს. კოლიერს ჯორჯიას მიერ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ვებგვერდ Recogee-ზე საცხოვრებელ ბინებზე ბოლო ინფორმაცია ნოემბრის მონაცემებს ასახავს, რომლის მიხედვითაც თბილისში 3729 ერთეული ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ბინების ღირებულება 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 20%-იან ზრდას აჩვენებდა და $264 მილიონ უტოლდებოდა. რაც შეეხება ფასებს, ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი თბილისის გარეუბანში 5%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 17 და 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა. როგორი იყო წელი სექტორისთვის, 11 თვიან მონაცემებს ახლა ჩვენს პირველ სტუმართან ერთად შევაჯამებთ. ლეო ჩიქავა, კოლიერს ჯორჯიას კვლევებისა და მონაცემების სერვისების ხელმძღვანელია, ჩვენი სტუდიის სტუმარი. ლეო, მოგესალმებით. მოდით პირველ რიგში შევაჯამოთ 2024 და თან რაღაცა პარალელებიც თუ შეიძლება რომ გავავლოთ 23-თან. კი ბატონო, 2024 წლის შეჯამება შეგვიძლია სამი მიმართულებით, ტრანზაქციების რაოდენობით, ფასით და მიწოდებით. ტრანზაქციებით რო დავიწყოთ, ჯამში 11 თვის განმავლობაში დაფიქსირდა 2%-იანი ზრდა. თუმცა უფრო დეტალურად რო შევხედოთ, ძველ კორპუსებში იყო 12%-იანი კლება, ახალი კორპუსების მეორეულ ბაზარზე იყო 1.5%-იანი ზრდა და ახალი კორპუსების პირველ ბაზარზე, ანუ დეველოპერების გაყიდვებში ჰქონდა 13%-იანი ზრდა, ანუ ზრდის ძირითადი გამომპირობებელი არის დეველოპერების გაყიდვები. ამ ხრივ ამის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის, რომ გაზრდილი ფასების პარალელურად გაიზარდა ძალიან თბილისში ახალი მშენებლობის რაოდენობა.
მაგალითად 2023 წლის პირველი ნახევრის ბოლოს, პირველ ნახევარში დაიწყო 17000 ახალი ბინის მშენებლობა. და მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ პერიოდებში, 23 წლის მეორე ნახევარში და 24 წლის პირველ ნახევარში ეს ტენდენცია კლებადი იყო, უშუალოდ შენებარებინების რაოდენობა იყო მზარდი და 24 წლის პირველი ნახევრის ბოლოს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი 77000 ბინა დაახლოებით. და როგორია მონაცემები თუ შევხედავთ წელი არც ისე მარტივი იყო სექტორის წარმომადგენლები ყოველ შემთხვევაში ასეც საუბრობენ არჩევნების წელი იყო გარდა ამისა ორი პროტესტის ტალღა ვნახეთ ერთი გაზაფხულზე მეორე მიმდინარე პერიოდის განმავლობაში რა ასახვა ჰპოვა ამ ყველაფერმა გაყიდვებზე მესმის რომ ჯერ დეკემბრის მონაცემები არ გაქვთ თუმცა წინა გამოცდილებიდან გამომდინარე რა იყო კლება და რა არის კოლიერსის მოლოდინები დეკემბრის თვესთან მიმართებით კი ბატონო 24 წლის მაისი-ივნისში ისე როგორც 23 წლის მარტი-აპრილში ჩვენ ვნახეთ, რომ უშუალოდ აქციების პერიოდში იმავე თვეს დაახლოებით 10% მცირდება ტრანზაქციების რაოდენობა და შემდგომ თვეს უკვე არის შემცირება 20-დან 25%-მდე. შესაბამისად, დეკემბერი-იანვარში შეგვიძლია ანალოგიურ ტენდენციას ველოდოთ, თუმცა გასათვალისწინებელია, რამდენ ხანს გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი. ფასების კუთხით რა შეიცვალა მიმდინარე წლის განმავლობაში და ამ ნაწილში პროგნოზები როგორი აქვს კოლიers 2025-თან მიმართებით. ჩვენ დღევანდელ ეთერშიც მათ შორის რამდენიმე რესპონდენტი საუბრობდა იმაზე, რომ ბევრ მცირე კომპანიას ფინანსური პრობლემების რისკები დაუდგა, ვერ ახორციელებენ პროექტებს, იმიტომ რომ გაყიდვები შემცირდა. ამ ნაწილში თუ ხედავთ რაიმე რისკებს მომდევნო პერიოდის განმავლობაში და ეს ხომ არ გამოიწვევს ფასების ვარდნას. კი ბატონო, უფრო საინტერესო იქნება ამ შემთხვევაში დავაკვირდეთ ახალი პროექტების მეორეულ ბაზარს, იმიტომ რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რეგისტრაცია ხდება ხოლმე უფრო დაგვიანებით და უფრო დაგვიანებული სურათი გამოდის. მეორეულ ბაზარზე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ 22-23 წლებში თუ ზრდა იყო 18 და 21% შესაბამისად, 24 წელს უკვე ზრდა არის 7.5%, ანუ ზრდის ტენდენცია გრძელდება. თუმცა ტემპი ზრდის არის მნიშვნელოვნად შემცირებული. რაც შეეხება 2025 წელს, აქ სხვადასხვა ფაქტორებზე არის დამოკიდებული, არა მარტო ფასებით, თლიანად ბაზარი. ერთი ფაქტორი, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში, რამდენ ხანს გაგრძელდება კრიზისი და როგორ დასრულდება. მეორე ტრადიციულად უკვე არის მიგრანტების ეფექტი, ეს არის არა მხოლოდ უკრაინის ომის გამო შემოსული რუსი და უკრაინელი მიგრანტები, არამედ ბოლო წლებში აქტიურად შემოსული საერთაშორისო სტუდენტებიც, რომელთა რაოდენობაც უკვე დაახლოებით 30000 არის და მნიშვნელოვანი ახალი მოთხოვნა არის მათი მხრიდან. მნიშვნელოვანია, როგორ მოიქცევიან ისინი, როგორ იქნება მათი ქცევა, როგორც უკრაინის ომის კონტექსტში თუ დასრულდა ომი, როგორ მოიქცევიან მიგრანტები, რამდენად სწრაფად დატოვებენ ქვეყანას, ასევე პოლიტიკური კრიზისის კონტექსტში, რამდენად მიმზიდველი იქნება იგივე მიგრანტებისთვის დარჩენა ქვეყანაში, ან ახალი საერთაშორისო სტუდენტებისთვის ამ ქვეყანაში ჩაბარება სასწავლებლად. და მესამე საკითხის გამოყოფა შეიძლება ამ შემთხვევაში, რამდენად საინტერესო იქნება საქართველოში ინვესტიციის განხორციელება როგორც დეველოპერებისთვის, ასევე ყიდველებისთვის საერთაშორისო. საინვესტიციო კუთხით რა შეიცვალა 2024 წელს? ჩვენ საუბრობდით, რომ ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, ხო? ეს იყო გაზაფხულის გამოსვლები, აქციები და უკვე შემდეგ ეს მიმდინარე მოვლენები, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. ამან როგორი ზეგავლენა მოახდინა, როგორც საერთაშორისო ინვესტორებზე, ასევე ხომ არ შეიძლება ითქვა საბანკო სფერო როგორ უყურებს და აფასებს ამ სიტუაციას. კი ბატონო, მაისი-ივნისის აქციები რო განვიხილოთ ჯერ ამ შემთხვევაში შედეგები, ეფექტი იყო უფრო მოკლევადიანი, უშუალოდ ამ თვეებზე იქონია გავლენა და შემდეგ ბაზარი აღდგა შედარებით მარტივად. შეეხება მდინარე პროცესებს, უკვე დამოკიდებულია ისე და ისე, რამდენ ხანს გაგრძელდება და როგორ დასრულდება. თუ გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა იქნება ინვესტორებისთვის. თქვენ ხომ არ ხედავთ მიწოდების რისკებს, საუბრობდით, რომ 17000-მდე ბინა იყო ბაზარზე წარმოდგენილი და ნებართვებსაც თუ ჩავხედავთ, საკმაოდ გაზრდილია. მიწოდების ზრდა ხომ არ იქნება და სიჭარბე ბაზარზე. ამ ეტაპზე, რაც ჩანს არის, რომ ფასები ჯერ კიდევ არის მზარდი, ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ახალი დაწყებული მშენებლობების რაოდენობა 23 წლის პირველი ნახევრის შემდეგ არის კლებადი. შესაბამისად, თავისთავად ბაზარს ამ მხრივ დიდად რისკები არ აქვს, თუ რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური
კრიზისი არ გადაიზარდა უფრო ძიმე. ფასების ნაწილშიც იგივე ვრცელდება, ალბათ გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ იქნება მოთხოვნა, თუ აი ამ კუთხით როგორ უყურებთ, არის წინაპირობები გაზრდის თვითღირებულების მიმართულებით, თუ ეს ეფექტებიც ამოწურულია და მთლიანად დამოკიდებულია მიმდინარე პროცესებზე. მეწილად ფას ამ შემთხვევაში ჩემი აზრით განაპირობებს მოთხოვნა და ამ შემთხვევაში მხოლოდ მოთხოვნის ნაწილით რო შევხედოთ და სხვა ფაქტორები გამოვრიცხოთ, უფრო მოსალოდნელი არის, რომ ზრდის ტემპი შემდგომ კიდევ უფრო შემცირდება. დიდი მადლობა ლეო თქვენი დროისთვის და ამ პასუხებისთვის. ლეო ჩიქავას უსმენთ კოლიერს ჯორჯიას კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელი იყო ჩვენთან ერთად. მადლობა კოლიერს გაზიარებული სტატისტიკისთვის. მონაცემები როგორც მოვისმინეთ ასახავს მდგომარეობას ნოემბრის ჩათვლით, როცა ქვეყანაში და ეკონომიკაში ვითარება სტაბილური იყო, თუმცა მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა დეკემბერში. ეს არის რეალურად პერიოდი, რომელიც ყველაზე მეტად დატვირთულია. მოქალაქეების დიდი ნაწილი მნიშვნელოვან შენაძენებს სწორედ საახალწლო დაკეთებენ, რასაც თავის მხრივ კომპანიების მხრიდან სხვადასხვა ტიპის შეთავაზებები განაპირობებს ხოლმე. წლევანდელი წელი ინდუსტრიისთვის ცუდი გამონაკლისი აღმოჩნდა. პირველად ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესი საუბრობს რყევებზე, პროექტების გაჩერებაზე და მეტიც მცირე კომპანიების ნაწილში გაკოტრების ფაქტებზეც კი. რეალურ სივრცეში რა ასახვა მიმდინარე პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და როგორია 2025 წლის მოლოდინები ამ თემაზე სასაუბროთ ახლა ნატო ბოჭორიშვილთან, უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტთან ერთად გავაგრძელებთ საუბარს, რომელიც ჩვენი მომდევნო სტუმარია. დღემშვიდობისა ნატო, მადლობა რომ გამონახეთ დრო წინა საახალწლო პერიოდის მიუხედავად დაგვსტუმრობთ. ერთია სტატისტიკა, რასაც კოლიერს ამბობს და მეორეა რეალურად როგორი იგრძნობა ის ყველაფერი, რაც ბაზარზე ხდება და საინტერესოა დეკემბერში რა იგრძნო სექტორმა, როგორი იყო მიმდინარე პერიოდი თუ შევადარებთ წინა წლებს. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია და ძალიან სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. მიმდინარე წელზე რო ვისაუბროთ და რაღაც შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, საკმაოდ რთული წელი იყო უძრავი ქონების სექტორისთვის. ეს პირველ რიგში გამომდინარე იქიდან, რომ მოგეხსენებათ სექტორმა და ქვეყანამ ორი საპროტესტო ტალღა, ერთი გადაიარა და მეორე პრინციპში ხა აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, არჩევნების ფაქტორიც, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ვსაუბრობთ ინვესტიციებზე. ეს წელი ვიტყვით, რომ ნამდვილად არ გამოდგა საუკეთესო სამწუხაროდ, მაგრამ მომავალი წლისთვის უკვე განსხვავებული იმედებით და მოლოდინებით ვართ, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი, რომელიც ამ სექტორში მუშაობს, ძალიან ცდილობს და დარწმუნებული ვარ თითოეული მოქალაქე ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უფრო სასარგებლო და მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთოს და მოაგვაროს და ამით სექტორი განავითაროს. დეკემბერს თუ შევეხებით, სამწუხაროდ დეკემბერი გამოირჩეოდა ნამდვილად ტრანზაქციების სიმცირით, მხოლოდ ძირითადად განხორციელდა იმ ტრანზაქციების დასრულება, რომელიც გარკვეულწილად 28 ნოემბრამდე დაიწყო და მიუხედავად ამ საახალწლო განწყობისა და მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, მომავალი ახალი წლის და ახალი შენაძენების დიდი სურვილისა, მინიმალური ტრანზაქციებით გამოირჩეოდა უძრავი ქონების ბაზარი ამ თვეში. რა პრობლემებს ქმნის ეს კომპანიებისთვის? იცით, ზოგადად თვითონ უძრავი ქონებისთვის მხოლოდ ეს სფერო ცალკეულად, რა თქმა უნდა, არ ფუნქციონირებს. ანუ ეს არის გადაჯაჭვული ყველა როგორც მიმდებარე სექტორთან, ასევე თუნდაც არა მიმდებარე სექტორთან და რეალურად პირველ რიგში ეს პრობლემას ქმნის უშუალოდ აქტივობის ნაწილში, სამუშაო ძალის გადანაწილების, დასაქმების ნაწილში, თვითონ კომპანიების ზომების კუთხით უძრავი ქონების მოთხოვნა შესაბამისად საოფისე ფართების ნაწილში შემცირებულია, დასაქმებულები, რომლებიც ინვესტირებას აკეთებენ უძრავ ქონებაში, ასევე ამ კუთხითაც გარკვეული რისკები გაზრდილია და აქედან გამომდინარე, ანუ იმდენად ბევრი ელემენტისგან შედგება თვითონ ამ სექტორის განვითარება, ესე გამოყოფა ძალიან რთულია რომელიმე კონკრეტული მიზეზის და ნამდვილად გადაჯაჭვულია თითოეულ სექტორთან და თითოეულ მოქალაქესთან ფაქტობრივად. თვითონ დარგის განვითარებას მინდა შევეხოთ უკვე ასოციაციის ფარგლებში, ამ მიმართულებით როგორი იყო წელი და რამდენად მიიწევს წინ ეს მიმართულება, იმიტომ რომ ესე როგორც ვაფასებთ, საკმაოდ турბულენტურია, მომავალი ცოტა ბუნდოვანია, მაგრამ რეალურად ამის უკან რა არის და აი ასოციაციის ჭრილში როგორ ვაფასებთ საბროკერო ბიზნესის განვითარებას. მიუხედავად მიმდინარე მოვლენებისა, 2024 წელს ასოციაციამ ძალიან ბევრი ახალი ნაბიჯი გადადგა. ეს პირველ რიგში ეხებოდა სერტიფიცირებას რეალტორების, ანუ უძრავი ქონების სპეციალისტების. დავნერგეთ ამიერკავკასიაში პირველი სრული კურსი, რომელიც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს მიიღონ საბაზისო განათლება და პრაქტიკასთან ერთად უკვე დაიწყონ მუშაობა ამ სფეროში. ყველაზე მნიშვნელოვანი ასოციაციისთვის არის ის, რომ ჩვენ ვაერთიანებთ ეთიკურ ბროკერებს, ანუ ეთიკური
უძრავი ქონების რეალტორებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად არიან ორიენტირებულები იმისთვის, რომ კლიენტი იყოს კმაყოფილი და ასევე კოლეგიალურები არიან თავის იგივე სექტორში მოღვაწე ადამიანების მიმართ და ამას ასოციაცია მაქსიმალურად ასე ვთქვათ, ცდილობს, რომ ამ კუთხით განავითაროს სექტორი. გარდა ამისა, ასოციაციამ მიიღო მონაწილეობა არაერთ უძრავი ქონების კვირეულში და გამოფენაში სოფლიოს მასშტაბით. წელი დავიწყეთ დუბაიში ვიზიტით, შემდეგ იყო სხვადასხვა გამოფენები ამერიკაში, ჩინეთში, სომხეთში მათ შორის საკმაოდ საინტერესო გამოფენა და მომავალ წელსაც გავაგრძელებთ ამ კუთხით აქტიურობას. ვცდილობთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზარზე და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გავხადოთ ჩვენი მხრივ საინტერესო, მივაწოდოთ მათ საინტერესო პროექტების შესახებ ინფორმაცია და მჯერა რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მიმდინარე წელზე უკეთესი. დღესდღეობით რამდენად ჩანს ინტერესი ინვესტორების მხრიდან, როგორც ადგილობრივის, ისე უცხოელების, რამდენად არის სასურველი გარემო უძრავი ქონების შეძენისთვის ქვეყანაში? მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სასურველ გარემოზე ცოტა რთულია საუბარი, იქიდან ამას ვამბობ იმ ლოგიკით, რომ თითოეული ინვესტორი, განსაკუთრებით როცა ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ინვესტორებზე საუბარი, ისინი ყოველთვის აკვირდებიან ქვეყანაში სტაბილურობას და პოლიტიკურ სიტუაციას და ეს ასე ვთქვათ, მხოლოდ ინვესტორის კი არა, თითოეული ადამიანის მახასიათებელი თვისებაა, რომ გაერკვეს უძრავი ქონების ინვესტიციამდე, გაარკვიოს უძრავი ქონების ასე ვთქვათ, ადგილმდებარეობა და ამ ქვეყანასთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკები. შესაბამისად, ყველა არის მოლოდინის რეჟიმში და დღესდღეობით ალბათ 1-2 ტრანზაქცია თუ ხორციელდება ინვესტორების მხრიდან. ამ კითხოს რო ვსვათ ხოლმე ადამიანების ნაწილი გვწერს მათ შორის, რომ ჩვენთან ძირითადად რეგიონის ქვეყნები ყიდულობენ უძრავ ქონებას, იგივე მეზობელი ქვეყნები და ასე შემდეგ. თუმცა მათი მთავარი მოტივიც ყიდვის არის ის, რომ ევროპასთან შეიძლება დავახლოვდეთ და მათი უძრავი ქონების ფასი გაიზარდოს და ეს კავშირი და ეს ინტერესი არსებობს და არა ცალკე განყენებულად თბილისში ან ბათუმში სახლის შეძენა. მოკლედ რა არის მთავარი სურვილები უძრავი ქონების ინდუსტრიის 2025-ში? 2025-ში ვისურვებდით და უძრავი ქონების ბაზრის არამხოლოდ განვითარებას და ეს ისევ და ისევ მიბმული არის სხვადასხვა სექტორებთან, ანუ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, სტაბილურობას ვუსურვებთ და როცა გვექნება, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად სტაბილური სიტუაცია, ევროპისკენ მიმავალი საქართველო დარწმუნებული ვარ თავის სათქმელს იტყვის მსოფლიო ბაზარზე და ჩვენი ქვეყანა იქნება ძალიან საინტერესო საინვესტიციო გარემოს მქონე წინ მიმავალი ქვეყანა 2025 წელს. დიდი მადლობა წარმატებები და იმედი მაქვს, რომ ნამდვილად ესეთი იქნება 2025 წელი. ნატო ბოჭორიშვილი საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი იყო ჩვენი სტუმარი, ახლა კი საცხოვრებელ უძრავ ქონებასთან ერთად ბოლო თვის განმავლობაში მკვეთრად იკლო მიწის ტრანზაქციებმაც. ბაზარზე მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოთხოვნის შემცირების მიზეზი ერთი მხრივ მძიმე ფონი, მეორე მხრივ კი არასეზონურობაა. ამ ბლოკში კერძო სახლებისა და მიწების ბაზარს მოვიკითხავთ კომპანია ჰაბშენთან, მისი დამფუძნებელი ირაკლი ახალაძეა, ჩვენი შემდეგი სტუმარი. ირაკლი, მოგესალმებით. მოგესალმები გუგა, მოგესალმები თათია, მივესალმები მაყურებელს. მოდით ჩვენც შევაჯამოთ 2024 წელი და რა სურათ იყო წლის ბოლოა და როგორი იყო 2024 წლის დინამიკა საკუთარი კერძო სახლების და მიწების მიმართულებით. ესე იგი, დინამიკა იყო ძალიან საინტერესო, მივდიოდით და მივდივართ კიდევაც ისევე როგორც შარშან, ისეთივე დინამიკით, თუმცა რაღაცა წყვეტა მაინც მოხდა და წყვეტა მოხდა ისეთ პერიოდში, როდესაც ცოტა არ მოველოდით, ეს იყო სექტემბრიდან ფაქტიურად ნოემბრის ჩათვლით. რატომღაც რაღაც ინტერესით ცოტა დავარდა და აი შემდეგ უკვე ეს უკავშირდება სექტემბერ-ნოემბერში არ იყო არასტაბილური გარემო პოლიტიკურად ყოველ შემთხვევაში არჩევნებს თუ არ და აი სიმართლე რო თქვა ბოლომდე მაგის ანალიზი არ მაქვს ზოგჯერ არის რაღაცა გაურკვეველი მიზეზების გამო ხდება ხოლმე შეიძლება რაღაც დაემთხვა შეიძლება რაღაც საუბრობთ სამშენებლო პროდუქციის მოთხოვნაზე თუ მიწების რეალიზაციაზე უფრო სამშენებლო პროდუქციებს საუბრობთ ახლა კი და მერე უკვე აი დეკემბრისთვის უკვე აი პირიქით ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე, როდესაც ზამთრის პერიოდში ვიწყებთ ხოლმე მშენებლობას, სეზონურობა ახასიათებს მოგეხსენებათ ჩვენ მიმართულებას, მაგრამ დავიწყეთ მართლაც აი რაღაც ძალიან იშვიათი გამონაკლისი იყო, დეკემბერში დავიწყეთ მშენებლობა და ასე ვთქვათ წლის ბოლო უფრო აქტიურად ჩაიარა. გარდა ამისა კიდე გვაქვს მაგალითად
ისეთ საინტერესო პროექტები კოლაბორაციის, აი მაგალითად კახეთში განაშენიანება რაღაცა ტერიტორიის სიღნაღთან ახლოს. ასევე გვაქვს, ესე იგი, მიმართულება პარკ ლაინი ქვია, საკურა ჰოლდინგისგან არის ესეთი დასახლება კეთდება თბილისიდან 15 კილომეტრის დაშორებით, რომელიც მდებარეობს წითელი ხიდის მიმართულებით გზაზე. ის ზრდა, რაც COVID-ის შემდეგ იყო წამოსული, ნარჩუნდება და სტაბილურ ნიშნულზეა თუ იყო რაღაცა კლება წინა პერიოდებთან შედარებით? როგორც წელს, ისევე შარშან მივდივართ აი ერთი დონით, ერთი დინამიკა გვაქვს. და ბევრ ჩემ კოლეგას, როდესაც ვესაუბრებოდი, რომ პანდემიის დროს ვისაც ჩავარდნები ჰქონდათ, ჩვენთან არ იყო პანდემიის დროს ჩავარდნა, ეს ინტერესი ისევე იყო, როგორც სხვა დროს და აი ვერ ვიტყვი მე პირდაპირ, რომ აი პანდემიის დროს ჩავარდნა იყო, ასე არ იყო, აი თანაბრად უფრო მეტად მოთხოვნა გაჩნდა კერძო სახლებზე. დროს უფრო მეტად დაფიქრდა ხალხი, ну აი პიკი რო იყო მაშინ არა, მაგრამ როდესაც დაჯდა ხალხი სახლში დაფიქრდა, რომ უნდათ რაღაცა თავის სივრცე ქონდეთ და კორპუსებში არ იყვნენ გამოკეტილები, მაგ მომენტში უკვე აი მაგ ტალღამად წამოიღო შემდეგი და ეს ყველაზე მოთხოვნადი მიწის ნაკვეთები დღეს თბილისის შემოგარენში, სადაც ყიდულობს ხალხი შემდგომი ცხოვრების მიზნით. აი ეს მიმართულება, ესე იგი, რაც ვახსენე წითელი ხიდის მიმართულებით, ეხლა ეს მიმართულება ძალიან აქტიურად განვითარდება, გარდა ამისა, ესე იგი, როგორც იყო კოჯორის მიმართულება, ანუ შინდისი, წავკისი, დაბახმელა, ეს მიმართულებაა საკმაოდ აქტიური როგორც ყოველთვის, ასევე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია და საგურამოს მიმდებარე ტერიტორია, ეს სამია. ფასების ნაწილში ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ მუდმივად ხდება გაძვირება მშენებლობის სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. ეს ხომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც დააპაუზა ის თვეები, რომელიც თქვენ ახსენეთ და მათ შორის ხო არ გაუჩნდა პოტენციურ დამკვეთებს იმის სურვილი, რომ მოდი ჩვენ თვითონ ავაშენებთ, იმიტომ რომ უკვე ძალიან ძვირი მიჯდება. ნაწილობრივ კი. ნაწილობრივ ესე იყო, იმიტომ რომ რაღაცა გაძვირება სეზონზე იყო, თუმცა იმდენად მასალაზე არა, რამდენადაც მუშა ხელზე, სამუშაოს შესრულებებზე ხდება ხოლმე გაძვირება. მაგრამ ეხლა მანდაც ტენდენცია ძალიან საინტერესოა ახალი წლის წლამდე ისე დაალაგდა ყველაფერი, რომ აი თუნდაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მასალა შავი კარკასის მშენებლობაში არმატურაა და არმატურის ფასმა საგრძნობლად იკლო ეხლა და ესეთი დინამიკაა საინტერესო და ну შესაბამისად ჩვენც ეხლა ფასებს გადავხედავთ და შეიძლება იმის მაგივრად რომ გაგვეძვირო პირიქით რაღაცა შეიძლება აი ამ პერიოდში გაიაფებაც კი მოყვეს ჩვენ პროდუქტს შავი კარკასის ეტაპს. რა არის ფასი? ეს არის ყველაზე მთავარი თემა ხოლმე, რაც მაყურებელს აინტერესებს და ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს. კერძო სახლების აშენება რა ჯდება თქვენი კომპანიის მაგალითად? იწყებოდა ფასები $220-დან შავი კარკასის და ეხლა აი ზუსტად მაგაზე ვფიქრობთ, თუ ამ ეს ტენდენცია მასალის გაიაფების თუ გაგრძელდა, შეიძლება $200-მდეც ჩამოვიდეთ, დავწიოთ პირიქით აწევის მაგივრად. $200 რო ღირდეს შავი კარკასი. კი, $200-დან, ასე ვთქვათ. ყველაზე ხშირად საიდან მოდის, ესე ვთქვათ, დაკვეთები თბილისის შემოგარენი რო ავიღოთ ისევ და სეგმენტიც ესენი არიან ადამიანები, ვინც აქ ცხოვრობენ, ემიგრანტები თუ ვინ არიან ძირითადი დამკვეთები? ძირითადი დამკვეთები არიან მაინც ქართველები. თუმცა ემიგრანტებიც აი ბოლო წელს ვინც ყავდა პროცენტულად ემიგრანტების რაოდენობამ აი ჩვენ ამ 24 წელში ყველაზე მეტი იყო ალბათ შეიძლება ითქვას რომ ალბათ ნახევარი ჩვენი დამკვეთების არიან ემიგრანტები. თავი გამოწვევა რა არის თქვენი ბიზნესისთვის დღეს და რა არის სურვილები რაც 2025-ში გაგაჩნიათ? გამოწვევა არის ის, რომ აი გვინდა ამ მიმართულების განვითარება, რომ მიწის ნაკვეთებიც შევთავაზოთ ჩვენ დაინტერესებულ პირებს. იმიტომ რომ ბევრი მოდის ისეთი, რომელსაც ნუ რა თქმა უნდა არც პროექტი აქვს, მაგრამ ბევრს მიწის ნაკვეთიც არა აქვს და აი ესეთ დონეზე არის, რომ ძიების დონეზე და ამიტომ რაღაცა სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა ვარიანტების შეთავაზება გვინდა. ერთ-ერთ ვარიანტზე უკვე მოგიყევით და გარდა ამისა კიდე გვაქვს რაღაცა პარალელურად
მოლაპარაკებები, რომ აი ეს მიწის ნაკვეთების ეს განვითარება იყოს და მაგას მივაქციოთ კიდე ჩვენ მეტი ყურადღება მუნიციპალურ დონეზე მთავრობასთან ურთიერთობის ნაწილში ხომ არ არის ბიუროკრატიული ბარიერები და ამ ნაწილში ვადები როგორია? აი მანდ ვადები ცოტა კი გვიშლის ხელს, იმიტომ რომ აი ბევრჯერ ხდება ხოლმე რაღაც დახარვეზება პროექტების და ცოტა ეს ცოტა გვიწელავს პროექტს და თან კიდე ბევრი რაღაცა სულ აი ყოველ წელს ახალ-ახალი რაღაც დეტალები ემატება იმისთვის რომ მშენებლობის ნებართვა აიღო იქ საგზაო დეპარტამენტიდან გინდა ცნობები და კიდე ბევრი ცნობებია რომლებიც ნელ-ნელა იმის მაგივრად რომ შემცირდეს პირიქით მატულობს და ამას დროში ცოტა მეტი სჭირდება. დავალოდებით სიახლეებს მაგან 2025-ში. მადლობა დიდი მოწვევისთვის და თქვენ გუნდს წარმატებები 25 წელს. დიდი მადლობა. ირაკლი ახალაძე ჰაბშენის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად. ყირვიდან უკვე გადავიდეთ გასაქირავებელი უძრავი ქონების ბაზარზეც გაურკვევლობის ფონზე მოთხოვნა მკვეთრად არის შემცირებული როგორც საოფისე და კომერციული ფართების ქირაზე, ისე ყიდვაზე. ეს არის თუ არ მეშლება კოვიდის შემდეგ პირველი კლების ტენდენცია, აქამდე ბაზარი მნიშვნელოვნად იზრდებოდა, ამის მიზეზი კი საერთაშორისო კომპანიების მხრიდან მზარდი ინტერესი იყო. რამდენიმე კვირის წინ ამ გადაცემაში რემაქს კაპიტალის დამფუძნებელი ამბობდა, რომ ქვეყნის მხრიდან გაცხადებული ოფიციალური პოზიციის გამო, რომელიც ევროპასთან მოლაპარაკებების შეჩერებას ითვალისწინებდა, უცხოური კომპანიების ნაწილმა გასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ნაწილი კი ვითარებას აკვირდება და მათი შემდგომი ნაბიჯებით სწორედ მიმდინარე პროცესებზე იქნება დამოკიდებული. მეორე მხრივ უცხოელების ქვეყანაში შემოსვლა მოთხოვნას ზრდის საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირაზეც. ამის ასახვა რუსეთ-უკრაინის ომის ხარჯზე განსაკუთრებულად ჩანდა, რაც ფასებში მნიშვნელოვნად ზრდას აჩვენებდა. რა ხდება დღეს და როგორია ხვალინდელი პროგნოზი, თემაზე სასაუბროთ კომერციულ ნაწილში ვიქტორია საკურა პროპერტის დამფუძნებელი და საცხოვრებელ მიმართულებაში ნიკოლოზ კახიძე, Best Home-ის დამფუძნებელი გვეტყვიან, რომლებიც გადაცემის სტუმრები არიან. დღემშვიდობისა მეგობრებო, მადლობა რომ გამონახეთ დრო და გვესტუმრეთ. ვიკა, მოდი თქვენგან დავიწყოთ. როგორია კომერციული და საოფისე ბაზარი დღესდღეობით? მზარდი იყო თუ იმედი არ მეშლება და თუ მეშლება გამოსწორდა და როგორი მაჩვენებლებით ხურავს წელს ეს ნაწილი? მადლობა თათი ამ შეკითხვისთვის. კი, საკმაოდ მზარდი იყო 24 წლის დასაწყისში კომერციული ბაზარი. როგორც ყოველთვის აქ რომ მოვიდივარ ხოლმე თქვენთან, სულ ვამბობ, რომ იზრდება მოთხოვნა, იზრდება და მიწოდება არ იზრდება და რამე გაუკეთოთ ამ მიწოდებას. თუმცა დღეს მთლად ასეთი პოზიტიური განწყობით ვერ ვიქნები. არა სავაჭრო მიმართულებით, არამედ მაგალითად საოფისე მიმართულებით. თუ წლის დასაწყისში ძალიან მკვეთრად ჩანდა საოფისე მიმართულებაში მაღალი მოთხოვნა ოფისების შეძენაზე, ვინაიდან მიწოდება იყო ძალიან დაბალი იჯარის ნაწილში და გადაწყვეტეს რომ მოდი შევიძინოთ და გქონდეს ჩვენი ახლა აი დღეს დაახლოებით ოქტომბრიდან მოყოლებული ძალიან მკვეთრად ჩანს რომ საოფისე ფართების შეძენაზე მოთხოვნა თითქმის არ არსებობს, რაც არის ძალიან სამწუხარო ფაქტი და იჯარაზე მოთხოვნა კვლავ არსებობს, თუმცა ასევე ძალიან დაბალი. რასაც ვერ ვიტყვით სავაჭრო მიმართულებაზე, იმიტომ რომ სავაჭრო მიმართულებაზე ყოველთვის კოლოსალურად მაღალი იყო მოთხოვნა, მიწოდება მას ვერ აკმაყოფილებდა და ახლაც მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო მიმართულებაზე შემცირდა მოთხოვნა, ანუ რიტეილ მიმართულებაზე, მიწოდება კვლავ ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ მან ვერ ვხედავთ ამ სიტუაციას მკვეთრად. მინდა ვიკითხო, ეს მოთხოვნა რამ გამოიწვია? შეძენით დაინტერესებულები იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ამიტომ ხდება, თუ შეძენით დაინტერესებული იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, თუმცა ეხლა აი ამ მოვლენების გამო დაპაუზდა მდგომარეობა. ძირითადად შეძენით დაინტერესებულები იყვნენ ქართული კომპანიები და არა საერთაშორისო კომპანიები. საერთაშორისო კომპანიებს უფრო ახასიათებთ იჯარით აღება, ვინაიდან ყოველთვის ახალ ქვეყანაში შესვლა რისკებთან არის დაკავშირებული. საერთაშორისო კომპანიების მხრიდან იჯარაზე შემცირდა მოთხოვნა და შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის არ არსებობს ეს მოთხოვნა, ხოლო შეძენაზე ქართული კომპანიების მხრიდან კომპანიები ერიდებიან ამ რისკს, რაც არის შეძენა, რაც არის თანხის დაბანდება საოფისე ფართში, რომლის ღირებულებაც იკლებს დღითი დღე საქართველოს ბაზარზე, რაც არის ძალიან სამწუხარო, როცა წლის პირველ ნახევარში საერთოდ სხვა სურათი გქონდა, შესაბამისად ეს არიან ქართული კომპანიები. ვიკა, რა არის კითხვები საერთაშორისო კომპანიების მხრიდან, რაც დღესდღეობით არსებობს, წლის ბოლოა და სავარაუდოდ კონკრეტული ხელშეკრულებების სრულდება, გაგრძელების ნაწილში ჩვეულებრივ გრძელდება ეს ყველაფერი, თუ ნაწილი დაკვირვების და მოლოდინის რეჟიმზეა გადართული და ვთქვათ იმის მიხედვით განაგრძობენ საქმიანობას, რაც იქნება ქვეყანაში. აი ამ კუთხით
რა კითხვები და რა პოზიციები ისმის. როდესაც იჯარა აქვს საერთაშორისო კომპანიას, მან იცის, რომ რისკების ლავირება შეუძლია, აქედან გამომდინარე, უფრო დაკვირვების პროცესში არიან. რაც შეეხება კითხვებს, კითხვები ძირითადად არ არის ის, რომ თქვენი აზრით რა მოხდება მომავალში და ჩვენი აზრით არ ვიცით რა მოხდება მომავალში. სამწუხაროდ, თუმცა იმედიანად ვართ ძალიან განწყობილები და აქედან გამომდინარე ამ კომპანიებსაც უჭირთ კაფეო გადაწყვეტილების მიღება, რადგან მათი დასაქმებულები 95% ძირითადად თუ ასივე არა არიან ქართველები და საქართველოს მოქალაქეები და აქედან გასვლა ძალიან ბევრი სამუშაო ადგილის დაკარგვას ნიშნავს. ამიტომ ჯერ არიდებენ თავს ასეთ მკაფიო ნაბიჯების განხორციელებას, თუმცა იმ კომპანიებს რომ ვისაუბროთ, რომლებიც აპირებდნენ შემოსვლას, თვეები გქონა მოლაპარაკება ძალიან დიდი ჯარებზე, რავი, თითქმის ყველამ განაცხადა, მარტო ჩვენთან არა, ჩვენს კოლეგებთან კომერციულ მიმართულებაში თითქმის ყველამ განაცხადა, რომ მიცით რა, მე ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, რადგან თქვენს ქვეყანაში ისეთი მოვლენებია, რომ არ ვიცი, რამდენად მიიღირს და ჩაშლილა ესე ძალიან ბევრი პოტენციური ჯარა. ფასებზეც მინდა რომ ვკითხოთ, ამ ყველაფერმა იქონია თუ არა ფასებზე ასახვა და ხომ არ შემცირდა კომერციული უძრავი ქონების ფასი. კი ბატონო, სავაჭრო მიმართულებაში საერთოდ არ შემცირებულა კომერციული უძრავი ქონის ფასი, პირიქით ძალიან მაღალ ნიშნულზე არის დღეს, ალბათ ყველაზე მაღალ ნიშნულზე ბოლო 4 წლის განმავლობაში კოვიდის მერე. თუმცა და ზუსტად იმიტომ რომ მიწოდება არასდროს არ აკმაყოფილებდა მოთხოვნას და მიუხედავად იმისა რომ მოთხოვნა შემცირდა, მაინც ვერ აკმაყოფილებს და აქ ცვლილებას ვერ ხედავთ. თუმცა საოფისე მიმართულებაში ვხედავთ რომ ისეთი ოფისები, რომლებიც თუნდაც წლის დასაწყისში, თუნდაც შარშან იყო ძალიან მოთხოვნადი და ვოცნებობდით რომ რამე გამოჩენილიყო რომ ჩვენი მოთხოვნა ცოტათი მაინც დაგვეკმაყოფილებინა, დღეს ეს ოფისები ზუსტად რომლებზეც ვოცნებობდით, აღარა ისინი ოცნებობენ ნამდვილად და არის და აკლებენ ფასებს და ყოველდღე გვირეკავენ რომ აი დავაკელით კიდევ $2 კვადრატზე, კიდევ $2 და გული გვტკივა ამაზე კი აღარ გვწყდება გული პირიქით, ანუ კი არ გვიხარია რომ აუ რა მაგარია, პირიქით გული გვტკივა, იმიტომ რომ თუ იზრდებოდა ეს ბაზარი, ახლა კრიზისულ მდგომარეობაშია საოფისე განსაკუთრებით გაყიდოს და იდეჩვენებს რა ხდება ეკონომიკაში და არაფერი არ არის ნამდვილად სასიხარულო. ნიკა, თქვენთან მინდა რომ გადმოვინაცვლო, პირველ რიგში მოკლედ რომ წარმოგვიდგინოთ თქვენი კომპანია და რა ხდება საცხოვრებელ ქირაზე, მე ეს თემაც შევაჯამოთ, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც ჩამოდიან საქართველოში ფართებს ქირაობენ სამუშაოდ და ასე შემდეგ, ცხადია ბუნებრივად ქმნიან მოთხოვნას საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე. მათ შორის არიან სტუდენტები და ასე შემდეგ. ეს ბაზარი როგორ ტრანსფორმირდა მიმდინარე წლის განმავლობაში? მოგესალმებით, მოვიშველებ ჩვენი კომპანიის სტატისტიკას. გეტყვით, რომ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მოთხოვნა იკლო საგრძნობლად და გეტყვით ზოგადად რა მიმართულება უფრო მუშაობს და რომელი უბნები. პირველი უბანი არის საბურთალო, ჩვენი კომპანიის ლოკაცია არის საბურთალოზე, შესაბამისად ჩვენ უფრო მეტად ამ მიმართულებით მუშაობთ საბურთალოზე, მაგრამ ზოგადად მაინც მოთხოვნადი არის საბურთალო ყველაზე მეტად. და საბურთალოს ცენტრალური უბნები, როგორიც არის ცინცაძე, სპორტის სასახლე, ვაჟა-ფშაველა. შეგვიძლია თქვა რა იყო გასულ წელს, მოლოდინი იყო რომ უძრავი ქონების საცხოვრებელი უძრავი ქონება მნიშვნელოვნად გაძვირდა წინა პერიოდში და მოლოდინი იყო რომ დაიკლებდა. მინიმუმ 10%-აა დაკლებული ქირების მიმართულება ბინებზე. ვინ არიან ძირითადი დამქირავებლები? ეცეღან საუბრობდით ჩვენ ხო სტუდენტები, მოქალაქეები, საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლები, ყველაზე დიდი წილი ვის უჭირავს გაქირავების ნაწილში? მე დავიყნობი ჩვენი კომპანიის სტატისტიკას და ზოგად სტატისტიკას. თითქმის თანაბარია 50-50-ია, 50% არის უცხოელი სტუდენტები, უფრო მეტად. 50 არის აი ვინც ქართველები, ვინც არიან ოჯახი, ვინც მუშაობს აქ ადგილზე. 50-50-ია გადანაწილებული. ალბათ სტუდენტები, იმიტომ რომ ბევრი უნივერსიტეტები გვაქვს და უნივერსიტეტები ლოკაცია სადაც არის უნივერსიტეტები, იქ კარგად მუშაობს ბინები და მეტრო რა თქმა უნდა. მინდა გითხრათ, რომ საბურთალოს შემდეგ მაინც გავავრცელებ ამ მიმართულებას, საბურთალოს შემდეგ კარგად მუშაობს ძველი თბილისი, ძველი თბილისის უბნები, ჩოგურეთი, ვერა, მთაწმინდა, ვაკე. ამ შემთხვევაში საუბრობთ თქვენ გრძელვადიან გაქირავებაზე თუ მოკლევადიანზე. აი შედარება რომ მოვიყვანოთ, მაგალითად საბურთალო და ძველი თბილისის უბნები. რა ორივე გრძელვადიან გაქირავებაზე მუშაობს თუ რა განსხვავება? კი, ჩაურმავდები მაგ მიმართულებას, აი რაც შეეხება ძველ თბილისში 80-20%-ია გადანაწილებელი, 80% არის უცხოელები ძირითადად, სტუდენტები ნაკლებად, შესაბამისად იქ უფრო მოკლევადიანი ქირები მუშაობს. რაც შეეხება საბურთალოზე გრძელვადიანი ქირები
კარგად მუშაობს. ნიკა, რა არის ფასი დაახლოებით? აი შეგვიძლია თქვა ავიღოთ საბურთალოზე, იგივე ცინცაძის ქუჩაზე, რაც ახსენებდით, რა არის კვადრატულის ფასი და რა იყო გასულ წელს? კლება რო ვთქვით 10%. ესე იგი საშუალო მაჩვენებელი არის $10-დან, გააჩნია ბინის მდგომარეობას. $10 არის, ну ძველ ბინაზე, აი პირობითად გეტყვით, რომ ძველი ბინა ძველ корпуსში უკვე $300-შიც კი რთულია გაქირავება, ახალ корпуს რაც შეეხება $400-დან $500-მდე. მე მაქვს საუბარი ოროთახიან და ერთოთახიან ბინებზე, რაც უფრო მეტი. ეს იმისაც, რომ ბევრია ბაზარზე, ბევრი გასაქირავებელი უძრავი ქონებაა და ამანაც შექმნა ეს სიჭარბე. მე ვფიქრობ, ძირითადი მიზეზი არის პოლიტიკური სიტუაცია დღევანდელი, თუ ადრე იმ ჩამოსულ სტუდენტს შეეძლო ერთწლიანი იჯარის გაფორმება ან სამწლიანი იჯარის გაფორმება, ეხლა შეიძლება ერთთვიანი და ორთვიანი გააფორმოს. აი ერთთვიანი და ორთვიანი მიმართულება ეხლა მუშაობს, ხო, ქირების მიმართულებით. უბრალოდ მაინც მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ეს სიტუაცია, როდესაც დარეგულირდება, მე ვფიქრობ, რომ მოთხოვნა გაიზრდება და ფასები დაუბრუნდება თავის ადგილს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ კლება იქნება. რაც შეეხება გაყიდვებში ესეთი საგრძნობი კლება არ ყოფილა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ესეც მოსალოდნელი იქნება. ვიკა, დასკვნის სახით თქვენი მოლოდინები როგორია 2025-ში კომერციული და საოფისე მიმართულებით? მესმის რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რაც მოხდება, თუმცა მაინც რა გზავნილები და რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ? ძალიან რთული შეკითხვაა და მოდით მაშინ ორგვაროვნად ვუპასუხებ ამ შეკითხვას. თუ ყველაფერი წავიდა ისე, როგორც უნდა ხალხს, მაშინ აუცილებლად საოფისე ფართებზე მოთხოვნა ისევ დაბრუნდება, იმიტომ რომ ბიზნესებს გაუჩნდებათ იმედი, თქვენც ძალიან კარგად იცით ბიზნესებს საქართველოში ყველაზე დიდ ბიზნესებს უმრავლესობას რა პოზიცია აქვთ. შესაბამისად, თუ ყველაფერი წავა ისე როგორც უნდა ხალხს, მაშინ აუცილებლად გაიზრდება მოთხოვნა დაბრუნდებიან ის ბიზნესები, რომლებიც გეგმავდნენ და გადაიფიქრეს, რომლებიც იმედგაცრუებულები იყვნენ და დაინახეს რაღაც კარგი დადებითი ტენდენცია და აუცილებლად მესაკუთრეებით დაუბრუნდებიან თუნდაც 24 წლის ღირებულების ნიშნულს. თუ ყველაფერი წავა ისე, როგორც ჯერჯერობით მიმდინარეობს, სამწუხაროდ ყველა მიმართულებით, მათ შორის იმ სავაჭრო მიმართულებით, რომელზეც ვისაუბრე, მოლოდინი არის ნეგატიური, შეძენის ნაწილში ნაკლებად, მაგრამ იჯარის ნაწილში ნეგატიური, რადგან ბიზნესები დაიწყებენ ალტერნატივების ძიებას სამწუხაროდ საქართველოს გარეთ. ასევე ის ბიზნესებიც, რომლებიც ოფისებს ეძებენ, ისინიც დაიწყებენ ალტერნატივის მოძიებას საქართველოს გარეთ და სიმართლე რომ ვთქვა, უკვე დაწყებული აქვთ. ძალიან ბევრ სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ და შესაბამისად ჯერჯერობით გვაქვს ნეგატიური ტენდენცია. ხო, იმედს ვიქონიებთ, რომ ასე არ მოხდება. ეს ბაზარი რეალურად გაიზარდა რუსეთ-უკრაინის ომის გამო, იმიტომ რაღაცნაირად ბენეფიტად მიიღო ქვეყანამ და იქ არსებული კომპანიები საქართველოში ტრანსფორმდნენ, მათ შორის სტუდენტებიც და იმიტომ გაიზარდა ასე მნიშვნელოვნად ბოლო წლების განმავლობაში. უკეთესის მოლოდინით დაგემშვიდობებით მოკლედ და 2025-ში დარწმუნებული ვარ, რომ უფრო საინტერესო ამბებს შევაჯამებთ. ვიქტორია საკუროვა, საკურა პროპერტის დამფუძნებელი და ნიკოლოზ კახიძე Best Home-ის დამფუძნებელი იყვნენ ჩვენთან ერთად. ასეთი იყო წლის ბოლო უძრავი ქონების პროსპექტის გამოშვება. მადლობა მთელი წლის განმავლობაში გამოჩენილი ინტერესისთვის, მხარდაჭერისთვის და გაზიარებული ინფორმაციისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენგან ჩვენს პარტნიორებს და მხარდამჭერებს Allianz Group-ს, Tecto Group-ს, JETEX, BLC-ს, Symmetrias, ASHAB-ს, Grant Thornton საქართველოს, Finos და სხვებს. ვფიქრობ, ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობა და გამოცდილება დაგვიგროვდა თითოეულ მათგანთან და იმედს ვიქონიებ, რომ 2025-ში არსებული ქვეყნის და ეკონომიკის მდგომარეობა მოგცემ შესაძლებლობას უფრო აქტიური თანამშრომლობა გავაგრძელოთ უკეთესი ქვეყნის მშენებლობისთვის. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ რამდენიმე საათით ადრე მოგილოცოთ დამდეგიშობა ახალი წელი, უძრავ ქონებაში ინვესტირების შესაძლებლობას და ევროპული სტანდარტებითა და ღირებულებით ცხოვრებას გისურვებთ. მეც უერთდები მადლობას ჩვენი მაყურებლებისა და რესპონდენტების მიმართ. ყველას გილოცავთ დამდეგ 2025 წელს და შობას. ჩვენ 14 იანვრამდე გემშვიდობებით, ბედნიერ საახალწლო უქმეებს გისურვებთ. გადაცემის წარმოდგენია Allianz ჯგუფი. გადაცემის სპონსორია საცხოვრებელი კომპლექსების მოვლისა და მენეჯმენტის კომპანია Beni Comfort. გადაცემის სპონსორია JETEX, უნივერსალური საინჟინრო მომსახურება.